მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი საინტერესო ხელსაწყო, რომელსაც გთავაზობს Microsoft-ი თავის უფასო ხელსაწყოებში. შევდივართ filmnetwork.com-ზე, ვირჩევთ რესურსებს. რესურსებიდან გადავდივართ უფასო ხელსაწყოებზე. და ვძებნით ჩვენთვის საინტერესო პროგრამას, რომელსაც ქვია Songsmith. აი ეს პროგრამა. ვირჩევთ მას. და აი ამ აგურისფერ ჩანართის საშუალებით გადავდივართ იმ გვერდზე, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია საკუთარ კომპიუტერში გადმოვქაჩოთ და დავაინსტალიროთ ეს პროგრამა. როგორც ხვდებით, ჩემს კომპიუტერში უკვე დაინსტალირებულია ეს ხელსაწყო. მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ ხელსაწყოს გამოყენების ინსტრუქციაზე გადავიდე, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო შემდეგ საკითხზე, თუ რატომ გადავწყვიტე ამ პროგრამის გახილვა. დღეს მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ მოსწავლეთა ყურადღება შეინარჩუნონ, რადგან ისინი გაკვეთილზე დაბნეულები არიან და ერთ საკითხზე დიდხანს კონცენტრირება უჭირთ. ამავე დროს ისინი მშვენივრად ახერხებენ კონცენტრირებას ფილმებზე და თამაშებზე. შეუძლიათ საათები მოანდომონ მათთვის საინტერესო მობილური შესწავლას ან თამაშის გარჩევას. ისინი არ აღიარებენ სწავლების ძველებურ მეთოდებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნია ეს ხელსაწყო ერთგვარ ინოვაციურ პროგრამად, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მოსწავლეებს შევთავაზოთ სწავლების უფრო საინტერესო პროცესი და გავაუმჯობესოთ მათი მიღწევები. Songsmith ავტომატურად ახდენს მუსიკის გენერირებას ნებისმიერი ადამიანის ხმისთვის და გვეხმარება მუსიკის, მათემატიკის და ბევრი სხვა საგნის ინოვაციურად სწავლებაში. ამ პროგრამის საშუალებით ჩვენ მოსწავლეებში შეიძლება გავაღვივოთ შემოქმედებითი ნაპერწკალი და დამატებითი სტიმული მივცეთ მათ აქტიური სწავლებისათვის. Songsmith მარტივი და სასიამოვნო გამოსაყენებელი პროგრამაა. უბრალოდ ვირჩევთ მუსიკალურ სტილს, ვღერით თქვენი კომპიუტერის მიკროფონში და Songsmith თავად ქმნის თქვენთვის მუსიკას. თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი ჩანაწირები თანაკლასელებს, გამოაქვეყნოთ ინტერნეტში ან შექმნათ საკუთარი ვიდეოკლიპი. არასდროს დაგიწერიათ მუსიკა? ეს არ არის პრობლემა Songsmith-თან ერთად. მაშასე, ნახოთ ჩვენთვის საინტერესო ხელსაწყო. თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ მასში. დაინსტალირების შემდეგ ვირჩევთ ჩვენს კომპიუტერში უკვე დაყენებულ ამ პროგრამას. გამოდის ჩვენ ვიძლია ავირჩიოთ და შევქმნათ თავად მუსიკა კომპოზიცია, თუ ჩვენ ამისი გამოცდილება უკვე გვაქვს, საკუთარი მუსიკა შევქმნათ და თუ ეს ასია და გვინდა რომ საკუთარი მუსიკა შევქმნათ აი ამ გულს ვაწვევით, თუ არა გადავდივართ შემდეგზე. ბოლო შექმნილ მუსიკაზე გადავართ. აქვე პროგრამა გვთავაზობს დემო მუსიკებს, უკვე გამზადებულს, რომელზეც შეგვიძლია ჩვენი ხმა ტექსტი დავადოთ და შევქმნათ ვიდეოკლიპი. მაგალითად ეს ასეთია. ესეც გამზადებული დემო ვერსია უკვე. და ესეც. მოკლედ, თუ გვინდა რომ ჩვენი საკუთარი მუსიკა შევქმნათ, ვირჩევთ ამას და ვაჭერთ next-ს. აქ ჩვენ პროგრამა გვთავაზობს ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი მუსიკალური სტილი. ეს არის ფორტეპიანო, ჯაზი, ლათინური ჯაზი, ჯაზ კლუბი, ჰიპ-ჰოპი, ჰიპ-ჰოპ 1-2, ფან როკი, ფუნკი, დისკო, ცეკვები და საცეკვაო პოპი და ასე შემდეგ. უამრავი ყველა სტილი აქვს. მას შემდეგ რაც ვირჩევთ, ვაჭერთ ისევ next-ს
აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია ტემპი დავუმატოთ, ან მოვუმატოთ მუსიკას, ან შევანელოთ და როდესაც მორჩებით რედაქტირებას, ვაჭერთ ფინიშს. ამის შემდეგ ვიწყებთ ჩვენი მუსიკის შექმნას. ეს კიდევ ერთხელ მინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება, თუ გაქვთ უკვე გამოცდილება და დიდი ხანია მუშაობთ ამ პროგრამაში, თქვენ შეგიძლიათ ამ ჩანართების საშუალებით მოკლედ თქვენ თვალოთ როგორც გინდათ თქვენი მუსიკა და აჭერთ აი ამ წითელ ღილაკს. და იწყება მუსიკის შექმნა. მოკლედ რაც დაამთავრებთ შექმნას, დააჭერთ ამას, გააჩერებთ და მოусმენთ რა გამოვიდა. აი აქ ფონად ჩემი ხმაც ისმის, რადგან ლაპარაკობდი. შევცადეთ, რომ სიმღერის ჩაწერის დროს რაც შეიძლება ხმამაღლა ილაპარაკოთ მიკროფონში, ან იმღეროთ მიკროფონში და ხმის ვიბრაციას დააკვირდებით აი აქ, რაც უფრო მეტად გავახაზები, თქვენი ხმა მუსიკაზე უფრო კარგად გამოჩნდება. მოკლედ, თავიდან დასწყისისთვის ყველაზე ადვილია, რომ გამზრდებულ დემო ვერსიაზე დაადოთ ხმები. მაგალითად, ავიღოთ ასეთი დემო ვერსია და დავაჭიროთ ამ წითელ ჩამწერ ღილაკს და დავიწყოთ ჩვენი ტექსტის წაკითხვა. როგორც გითხარით, რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა ილაპარაკოთ და აი აქ გამოჩნდება ის, როდესაც თქვენ ტექსტს ამბობთ, წითელი ხაზები, რაც იმას ნიშნავს, რომ მუსიკაზე ფონი ედება. მე ახლა არ ჩავწერ ონლაინ რეჟიმში ტექსტს და შემოგთავაზებთ წინასწარ გამზადებულ თქვენთვის მომზადებულ კლიპს, ასე ვთქვათ კლიპს, რა თქმა უნდა, ვაიკლებს მცდელობას. აი აქ შენახული მაქვს. თქვენ მოისმენთ რა გამოვიდა. მოკლედ, მე ეს კლიპი გავამზადე იმის საჩვენებლად, რომ შეიძლება გამოვიყენოთ ეს პროგრამა იმ მიზნით, რომ ბავშვს, რომელსაც უჭირს ლექსის დამახსოვრება, დიდი მოცულობის ტექსტის დამახსოვრება, შევთავაზოთ და ამავე დროს მას შეუძლია საკმაოდ კარგად ჩაწეროს, იმღეროს, შეუძლია სიმღერა, შევთავაზოთ, რომ ტექსტი ისწავლოს სიმღერა სიმღერით. ეს ძალიან კარგია იმ ხრივაც, რომ მოსწავლეებმა შეიძლება ჩაწერონ როგორც სოლო სიმღერა, ასევე ჯგუფურად შეიმუშაონ რაღაც ტექსტი და დღეს ასე ძალიან პოპულარული დაუშვათ რეპის ჟანრში ჩაწერონ, გარეპონ, ასე ვთქვათ, ტექსტი და ჩვენ შედეგს მივაღწევთ. მოსწავლე ინფორმაციას აითვისებს, რაღაც ახალ მასალას გაიგებს და ორივე მხარე კმაყოფილი
დავრჩებით. მოკლედ, მას შემდეგ რაც თქვენი მოსწავლე შექმნის აი ამ ვიდეო კლიპს, ინახავთ თქვენს შექმნილ ვიდეო კლიპს, აი save songs. აჭერთ, არქმევთ სახელს, ირჩევთ ადგილს, სადგინად შეინახოთ და აჭერთ შენახვას. აქ მეუბნება რომ ასეთი სახელის უკვე არის დონა გადავარქვა მე ჩემს შესანახ მაგალითად ციფრი დავუმატოთ და შევინახოთ. გირჩევთ შეინახოთ აი ექსპორტით უკვე ვიდეო პლეიერი გახსნის როგორც კი ამ სახით შეინახავთ თქვენს კომპიუტერში არანაირი პრობლემა არ იქნება შემდეგ ამისი გაზიარების, გამოქვეყნების და ყურების. მოკლედ, მე ძალიან მომეწონა ეს პროგრამა და შევეცდები უახლოეს მომავალში გამოვიყენო ჩემს მოსწავლეებთან. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით მივაღწევთ მოსწავლეთა мотиваციის გაზრდას, მოსწავლეს პროცესებისა და მოვლენების მოდელირების საშუალებას მივცემთ, მრავალმხრივ განვითარებას შევუწყობთ ხელს, სწავლასა და თანამშრომლობას მივაჩვევთ, უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთვება სასწავლო პროცესში, სწავლების პროცესი გასცდება საკლასო ოთახს, ტრადიციული სწავლების გარემო შეენაცვლება ციფრული გარემო, მოსწავლე უფრო თავდაჯერებული გახდება და მოსწავლეები შეძლებენ ერთმანეთთან ითანამშრომლონ სკოლის გარეთაც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით და გაუცვალონ ერთმანეთს იდეები და აზრები. ისურვებთ წარმატებებს.